აქ თავარია ჩვენ სწორგზაზე ვართ გავართ თუ არა. მე ახლა მიმაჩნია ჩვენ გავართ სწორგზაზე, ჩვენ გამოვაცხადეთ ძალის გამოუყენებლობა, ჩვენ გამოვაცხადეთ რომ მზად ვართ დიალოგისთვის და ამით ჩვენ პარტნიორებს ხელი გაუხსენით, რომ მათ ელაპარაკონ რუსებს და გააგრძელონ ზეწოლას. თუმცა იგივე ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მხრიდან ძალის არ გამოყენებას და დიალოგზე განცხადებები არის დაგვიანებული. თუ თქვენ ახლა მიიჩნევთ, რომ ეს სწორი გზაა, რატომ უფრო არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი საქართველოს განცხადება ხელისუფლებამ გააკეთა ეს ყველაზე სწორ დროს, როცა უნდა გაკეთებულიყო ეს განცხადება. რატომ ვიქი არის ეს სწორი დრო? ეს არის პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მომენტის შერჩევა. როცა უნდა გააკეთო ეს განცხადება. აი რატომ არის ეს მომენტი თქვენი აზრით უპრიანი განცხადებების? ეს განცხადება გაკეთებული ადრე ან უფრო გვიან იქნებოდა ადრე გაკეთებული იქნება გასროლილი აბსოლუტურად ჰაერში გასროლილი ჭურვი და გვიან გაკეთებული იქნებოდა დაგვიანებული. იმიტომ რომ ეხლა არის პერიოდი, როდესაც მიდის გააზრება რა მოხდა საბოლოოდ საქართველოსთან დაკავშირებით და რასთან აქვს საქმე. საკმაოდ რთულია, ისეთ არ წარმოიდგინოთ ისე, რომ საქართველოს თემა ნომერი პირველი თემა არის მუდმივად, ანუ დილას რო იღვიძებს ვიღაცა. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე განცხადება გაკეთდა, რომ ეს არის გაყინული კონფლიქტები. მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი დაჯდა შეგნებაში იმ ადამიანების ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ეს გაკეთდა, რომ აი ეს როგორ განვითარდა მოვლენები, საქართველოს განაცხადა, რომ ის ძალას არ გამოიყენებს და მიუხედავად ლავროვისა იმისა, რომ მას არ მოეწონა თუ ენდობა არ ენდობა, ეს არის საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკა, რომ ასეთ პრეზიდენტის განცხადება ეს არის ფაქტურად ხელმოწერილ დოკუმენტზე კიდევ უფრო მეტი ყველა საერთაშორისო ნორმით და მეორე ის რომ საქართველოს მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ თუ რეალური არ არის ეს დიალოგი, რა გამოდის რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რუსეთის სახე დავანახოთ დასავლეთს? ესეც მნიშვნელოვანია. ეს უფრო მნიშვნელოვანია? უფრო არ არის. იცით რა, ადამიანი როცა ამბობს რომ მე არ დაველაპარაკები არჩეულ ხელისუფლებას, ამას შეიძლება ეს გაიგოს უგო ჩავესმა, მაგრამ ამას ვერ გაიგებს ვერც ერთი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყანა. ვერავინ, დაწყებული რა ვიცი, ვინ გითხრათ და კანადიდან და დამთავრებულია აქეთ რა იაპონიამდე რა ვერც ჩინელი, ვერც მონგოლი, ვერც ინდოელი ვერ გაიგებს, როცა შენ ამბობ რომ მე მოდი დაგელაპარაკები ნებისმიერ საკითხზე და შენ ამბობ რომ არა მე შენ არ დაგელაპარაკები, მიუხედავად იმისა რომ არჩეული ხარ, მიუხედავად იმისა რომ დემოკრატიული ქვეყანა არის. ანუ ხომ არ გამოდის ბატონო მიხეილ, ხომ არ იტყვიან თქვენი ოპონენტები რომ ეს არის უფრო მეტად პიარ სვლა ვიდრე შედეგზე ორიენტირებული სვლა? მე ერთ რამე შემიძლია გითხრათ რომ დღეს ჩვენ ვდგავართ სწორგზაზე. ხა, ვიღაცა ამას პიარად შეაფასებს, ვისაც არ აქვს მეტი ფანტაზია, როგორც უნდა ისე შეაფასოს. მოდი თქვენ ასე ვთქვათ, ეხლა საქართველოს ეს კარგია თუ ცუდია. მე მიმაჩნია, რომ ეს ორივე განცხადება დაწყებული სტრასბურგიდან, პრეზიდენტის განცხადება გაგრძელებული ასტანამდე, სწორგზაზე ვდგავართ ჩვენ და საქართველოს ეს რეალურად მოუტანს განვითარებას. მე მინდა წაგიკითხოთ სერგეი ლავროვის ორი განცხადება ბატონო მიხეილ, რომელიც მან ასტანაში EUTO სამიტის ფარგლებში გააკეთა. საქართველოსთან დიალოგზე საუბარიც კი ზედმეტია, ძველ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარიც კი შეუძლებელია. როგორ ფიქრობთ, ეს არის საკმაოდ კატეგორიული პოზიცია შეფასება რომ მივცეთ, ხო მეთანხმებით? ასეთი განცხადებების ფონზე შეიძლება რომ მათი დამოკიდებულება, მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვალოს ან მოკლევადიან, ან გრძელვადიან პოზიციაზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ სწორ ნაბიჯებს ჩვენ გადავდგამთ და რამდენად იქნება ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩვენ თანამოაზრეებთან, ევროპელებთან და ამერიკელებთან. გარწმუნებთ, რომ ეს არის განცხადებები სასოწარკვეთილი ადამიანის, იმიტომ რომ მათ გამოსავალი არ აქვს. ისინი არიან აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში, მე ძალიან ბევრი არაფორმალური საუბარი მომისმენია რუსი პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, რომ მათ გამოსავალი არ აქვს. ისინი ეხლა არიან ისეთ ჩიხში, რომელიცგანაც გასასვლელი უნდა მოიძებნოს. თუმცა რეალურად საქართველოს აქვს დაკარგული ტერიტორიები და საქართველოს ყავს ძალიან ბევრი დევნილი, რომელიც საშინელ პირობებში. მაგრამ ადამიანი როცა დააშავებს, ძლიერი ადამიანი რო სუსტს ფიზიკურად დაჩაგრავს, ის რო ხდება რომ დამნაშავეა, ამიტომ არის საშიში დღეს რუსეთი და მისი აქტიურობა საქართველოში, იმიტომ რომ მისი ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს ყველაფერი შერჩეს, არის რომ დაამხოს დემოკრატიული რეჟიმი და ეს საკითხები ჩამოიწეროს და არავინ აღარ იყოს არც ასტანაში, არც ლისაბონში, არც პარიზში ამ საკითხების წამომწევი და მოიყვანოს ესეთი ხელისუფლება, რომელიც ითქვის რომ კარგით, რაც იყო და დავიწყოთ ახალი ცხოვრება. მაგრამ რის საფუძველზე აკეთებთ ახლა ამის განცხადებას? ანუ არის საქართველოში დღეს დაუშვათ ისეთი მოძრაობები, ან არის რაიმე ისეთი ინფორმაციები, რომელიც მსგავსი განცხადების საფუძველზე რა სურვილიც აქვს დღეს რუსეთს. ჩემი ლოგიკა არის და ერთადერთი გზა რომ რუსეთმა ეს საკითხები, ესე ვთქვათ,
მოიშოროს და დაამთავროს, არის მისთვის სასურველი ხელისუფლების მოყოლება. თუმცა რაში შეიძლება ჭირდებოდეს რუსეთს ბატონო მიხეილ დღეს საერთაშორისო საზოგადოებრივობის თვალში თავისი იმიჯის დაუშვათ უარესისკენ გაფუჭება, მით უმეტეს, როდესაც რეალურად ვსაუბრობთ დღეს გადატვირთვის პოლიტიკაზე და რეალურად ვსაუბრობთ რუსეთთან დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ეს ხომ დღევანდელი რეალობაა. იცით რა, მე არ მithქვია ეს რუსმა პოეტმა თქვა, რომ ძალიან ძნელია გონებით განსაზღვრო რუსეთს რა უნდა. კარგით. სერგეი ლავროვი ასევე აცხადებს ბატონო მიხეილ, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა მოეწერა ხელი ძალის არ გამოყენების შესახებ დოკუმენტზე, რასაც ის რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს დაპირდა. რას დაპირდა თუ გაქვთ ინფორმაცია სააკაშვილი მედვედევს 3 წლის წინ? იყო ყოველთვის რომ ის მზად იყო ამ დოკუმენტზე სამუშაოდ რუსეთის ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ არც რასაც მაშინ იყო შეთავაზება ჯესეთი ჩვენ მაშინ მომბობდით და ვეუბნებოდით ყველას ჩვენ პარტნიორებს, ევროპელებსაც, ამერიკელებსაც, რომ რუსეთი როგორც სამშვიდობო მანტიაში ჩაცმული ეს არის გელი, რომელსაც ცხრის ფარა აქვს ჩაბარებული, რომ რუსეთი აუცილებლად შეეცდება ამ სიტუაციიდან გამოსვლას, რუსეთი და ამაზე აღარ მინდა ბევრი საუბარი, იმიტომ რომ დაწყებული იმ პროვოკაციებით, იმ რკინიგზის აღდგენით, შეიარაღების მიწოდებით, რაც ახლა უფრო ნათელი და ნათელი ხდება. ამიტომ ჩვენ მაშინ ვამბობდით, ჩვენი პოზიცია იყო ასე, თუ ჩვენ ამას მზათა ვართ, გავაფორმოთ რუსეთთან. რომ ჩვენ საუბარი აფხაზეთ ეს იყო შეპირება, რაზეც ლავროვი საუბრობდა ასტანაში. არა, არაფერი შეპირება არ ყოფილა, იყო საუბარი, მათი მხრიდან იყო საუბარი ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, ჩვენი მხრიდან იყო პოზიცია, რომ ესეთი დოკუმენტი შეიძლება მხოლოდ რუსეთთან გაფორმდეს. ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი აქ რაშვაშია, ჩვენ მხარი ჩვენ არა ვართ, ჩვენ გვინდა შუამავლები ვიყოთ, ნუ ეს ზღაპრები. ანუ მედვედევის მიმართ კონკრეტული დაპირება სააკაშვილის არ ყოფილა? ნამდვილად არ ყოფილა. ლავროვს შეუძლია ყველაფერი თქვას. ენას ძვალი არა აქვს და როდესაც მით უმეტეს ადამიანი არ არის ესეთ კარგ მდგომარეობაში რომ მართალი იყოს, ყველაფერს იტყვის. ბატონო მიხეილ, რუსული მხარე ასევე მოითხოვს რომ ეკა თქვენ შე როგორ გონია რომ ესეთი რამე რომც ყოფილიყო და ჩვენ თუნდაც ერთ რამეში შეცდომა დაგვეშვა. არ მგონია რომ ესეთი ჩვენი ევროპელი მეგობრები და ამერიკელი მეგობრები ამ შემთხვევაში ამას გულგრილად გაატარებდნენ. მათ იციან რომ ჩვენ ყველაფერი მოვსინჯეთ. ჩვენ ვაფრთხილებდით მათ, რომ აუცილებლად ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მათ შემდეგ, რაც რუსეთმა პატარა გამარჯვება მოიპოვა და შეძლო იქ საკითხის არ გატანა, ჩვენ ევროპელებსაც, ამერიკელებსაც ვაფრთხილებდით, რომ ეს ამითი არ დამთავრდებოდა. ისინი შეეცდებოდნენ ისეთი ქმედების ჩადენას, რომელიც ამ ასე იგი მიზანს საქართველოს ნატოში შესვლას საკმაოდ ხელში. გასაგებია, ბატონო მიხეილ, რუსული მხარე ასევე მოითხოვს, რომ ძალის არ გამოყენების შესახებ დაპირება მიხეილ სააკაშვილის გაფორმდეს დოკუმენტალურად. მოეწეროს ხელი თუ აპირებს ამას ქართული მხარე. რუსული პიარისთვის გათვლილი, რომ მე თქვა რომ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ნორმით განცხადება, რომელიც გაკეთებულია მით უმეტეს ასეთ მაღალი ტრიბუნიდან პრეზიდენტის მიერ, ეს არის ოფიციალურად დადასტურებული, ამას არანაირი ხელმოწერა, კალამი და ბეჭედი არ ჭირდება და არ ამგონია ხა ლავროვზე ნაკლები დიპლომატები და ჭკვიანი ხალხი იყოს ის ადამიანები და ის პრეზიდენტები, რომლებიც მიესალმნენ ამას, როგორც შემდგარ ფაქტს. თუმცა რამდენადაც მახსოვს მიხეილ სააკაშვილმაც თქვა სტრასბურგში, რომ აპირებდა ამ დოკუმენტის, ასე ვთქვათ, წერილობითი სახით გაფორმებას. იცით, მე გეუბნებით, რომ ეს დოკუმენტი ყველა საერთაშორისო ნორმით არის უკვე შემდგარი, რასაც მიესალმა ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი და პროცედურულად ეს საკითხების მოგვარება გეუბნებით, რომ არანაირი პრობლემა არ არის. დღეს რაც განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში და გაიმეორა ასტანაში არის ძალაში და ძალაში ასევე შეთავაზება, რომ ჩვენ მზათა ვართ ვილაპარაკოთ რუსებთან, მაგრამ ბუნებრივია ამ საუბრის დროს წამოიწევა ის თემები, რასაც დეოკუპაცია, დეუნილების დაბრუნება, რასაც ამბობს მთელი მსოფლიო სხვათა შორის. დაწყებული, რა ვიცი, ისევ გეუბნებით დღეს აბდულა გიული, ლიტვის პრეზიდენტი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ანგელა მერკელმაც გააკეთა. აღარ დარჩა ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ ისეთ გავლენიან სახელმწიფოს, რომელსაც ხორვატია, რა ვიცი, ვინ გითხრათ, საფრანგეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა. მე სხვათა შორის ძალიან სიმპათიით ვარ განწყობილი კონსერვატიული მთავრობის მიმართ, კონსერვატიული ლიბერალური ბრიტანეთის, მაგრამ მათი ვიცე-პრემიერის განცხადება იყო საკმაოდ ძალიან მხარდამჭერი. ესეთი მხარდამჭერი განცხადება იმ სამიტზე მე არ მომისმენია. ბატონო მიხეილ, ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ საქართველოსთვის ნდობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან, ასეა? მნიშვნელოვანია.
მაგრამ ამ საკითხთან მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აფხაზები და ოსები დღეს არ ენდობიან თქვენს ხელისუფლებას. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს არა, დღეს გაკეთდა განცხადება ოსების მხრიდან. დე-ფაქტო ხელისუფლება ვთქვათ აფხაზეთშიც და ოსეთშიც, იმიტომ რომ აფხაზეთშიც და ოსეთშიც საკმაოდ მძიმე სიტუაცია, ძალიან ბევრი ეთნიკური აფხაზი, ეთნიკური ოსი არ ცხოვრობს არც ცხინვალში, არც სოხუმში. მე უბრალოდ გაგახსენებ, რომ იმ მოძრაობის ლიდერები, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებელი ოსეთის მომხრეები, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი მათგანია. სხვანაირად აანალიზებს ამ სიტუაციას, იგივე დიმას ანაკოევი იქნება თუ ის ლიდერები, რომლებიც მაშინ იყვნენ ლიდერები და დღეს იძულებული არიან ცხინვალში. როგორ ფიქრობთ, რომ არა ამჟამინდელი ხელისუფლება აფხაზეთის და ოსეთის თვითონ ხალხს მოუნდება ქართველებთან ურთიერთობა? რომ არა რუსეთის ზეწოლა, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი. ანუ ადამიანები, რიგითი მოქალაქეები რუსეთის ზეწოლის ქვეშ იქნებიან? დიახ. ეს არის მიზეზი. იქ მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა. იცით, მე ახლა ვიყავი ერთ კონფერენციაზე, სადაც შევხვდი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს, დეპუტატებს ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან. მათ მითხრეს, რომ ჯერზე ძალიან დიდი სიმპათია საქართველოს მიმართ რა. საბედნიეროდ, მე არ ვიცი ესე იგი, მარტო მე არ უნდა მიხაროდეს რა. საქართველო არის მოდაში. და მე მეუბნებოდნენ ყაზახი დეპუტატები, რომ იცით, ისინი იყვნენ აზერბაიჯანში და მათ ისეთი რაღაცეები მოუყვნენ საქართველოზე, უნდა და ამ ადამიანს ეს ჩამოვიდა და ჩემი თვალით ნახო, რომ ეს მართლა ხდება თქვენთან თუ ეს ზღაპრებია და იმიტომ რომ მეორე მხრივ ისეთი პროპაგანდა მიდის რუსეთის ტელევიზიიდან, რომ წარმოუდგენელი, ხა წარმოიდგინეთ, ამ პროპაგანდის ქვეშ არიან ეს ადამიანები აფხაზეთში და ცხინვალში, მით უმეტეს ცხინვალის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სამწუხაროდ ძალიან გადინება მოხდა, იმიტომ რომ თუმცა არსებობს, ასე ვთქვათ, ოსებშიც და აფხაზებშიც მოსაზრება, რომ ქართული ხელისუფლების იზოლაციონისტური პოლიტიკა მათ მიმართ უბიძგებს მათ რუსეთისკენ უფრო. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული სტრატეგია, აქაც მე მინდა რომ ბოლომდე სიმართლეები ვიყოთ, რომელიც დაამუშავა რეინტეგრაციის საკითხების სამინისტრომ, ბატონი იაკობაშვილი იყო მინისტრი. საკმაოდ კარგი დოკუმენტია, რომელიც მხარდაჭერილია სხვა შორის ევროკავშირის მიერ, სტრასბურგშიც იყო წარდგენილი ყველა თუმცა რომელსაც ბევრი ექსპერტი ასევე ცოტათი დაგვიანებულად მიიჩნევს. მაგრამ ჩვენ მზათა ვართ ამაზე, მაგრამ ისე ვიმეორებ. დღეს სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ მე არ საუბრობ კოკოიძეზე, იმიტომ რომ კოკოიძე არის საკმაოდ რთული პიროვნება, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იგივე ოსეთში რომ არ იყოს ის წნეხი და რომ არ იყვნენ ისინი მძევლები იმ სიტუაციის, რაც აღმოჩნდნენ, რა თქმა უნდა, მათაც ალტერნატივა დიალოგს არ აქვს. ისე აფხაზეთში, იმიტომ რომ აფხაზები ალბათ რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად გაანალიზებენ იმ აფხაზების ის სეპარატისტების ნაწილი, იმიტომ რომ ბევრმა გაანალიზა, რომ ისინი აღმოჩნდნენ ძევლები იმ დიდი თამაშის, რასაც ერქვა. ალბათ ამას დროთა განმავლობაში დავინახავთ, შეიძლება თუ არა აფხაზების და ოსების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მე მინდა გაგახსენოთ დღევანდელი კომენტარი, რომელიც გოკა გაბაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ რუსეთთან ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებას მმართველი გუნდი კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას უკავშირებს. ასეა? იცით, საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვამბობდით 2007-ში, 2008-ში. მე მინდა გავახსენოთ, რომ ჩვენ 2005 წლის ბოლოს ეუთოს მინისტერიალზე წარვადგინეთ პროგრამა, გეგმა, რომელიც სხვათა შორის მხარდაჭერილი იყო კონფლიქტის გადაწყვეტის სამხრეთ ოსეთში. და სხვათა შორის მაშინ ამას რუსეთმაც დაუჭირა მხარი, მაგრამ მე იყო სკანდალი, ეს ადამიანი გადააყენეს, ვინც ამას მხარი დაუჭირა, მე გარდაიცვალა ეს საცოდავი. და საქართველოს ამას ყოველთვის მაგრამ რამდენად რეალისტურია დღეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანა რუსეთის თანხმობის გარეშე? კი ბატონო, უბრალოდ რო არ გრჩება. კი ბატონო, ბოლო ასეთი დოკუმენტი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერის მომზადებული დოკუმენტი, რომელზეც ძალიან, ესე იგი, ოსტატური სვლა იყო, როგორც ყოველთვის რუსების. მათ თქვა, ისინი თქვენ რომ კი ბატონო, ჩვენ კი, მაგრამ რა ვიცი, აფხაზებს და ოსეთს მოელაპარაკებს, მაგრამ კატეგორიული მითითება იყო აფხაზებზე და ოსეთს და ვინ იყვნენ აფხაზები და ოსები? მაშინდელი დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა წევრი იყო რუსეთის მოქალაქე და ფაქტობრივად რუსეთთან იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა, როგორ შეიძლება მოხდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანა რუსეთის ან ამჟამინდელი აფხაზების და ოსების ხელისუფლებების გარეშე? პროცესი, მაგრამ რამდენად რეალისტურია ამაზე საუბარი, სწორედ ამას გულისხმობ. მაგრამ ეს რეალისტური იქნება თუ ჩვენ გავაგრძელეთ ეს თანმიმდევრული პოლიტიკა. იცით, იყო პერიოდი, როდესაც
პოლონეთშიც, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან იყვნენ დამოკიდებული მაშინდელ კრემლზე და ისინი ვერ იღებდნენ სხვა გადაწყვეტილებას. ვინც მიიღო სხვა გადაწყვეტილება, ან მოწამლეს, ან დაიჭირეს, ან პასუხი აგებინეს კომუნისტებმა ამაზე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, იგივე არის დღეს დაახლოებით სიტუაცია, რომ ეს ადამიანები მძევლები არიან, როგორც კი ამ ადამიანებს და იმ ხალხს მიეცემა თავისუფალი გადაწყვეტის საშუალება, იმიტომ რომ დღეს ეკა ვერავინ ვერ აუგრძელებს ეს მოეწონება ვინმეს თუ არ მოეწონება, რომ ადამიანი ვინც იძულებით გადაადგილებულია, მას აქვს უფლება რომ დაბრუნდეს თავის სახლში. ჩვენი სტუმარი იყო მიხეილ მაჭავარიანი, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე სიმონ ჯანაშიასთან ვისაუბრებთ განათლების თემებზე.